თვითონ კავკასუსის შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. ნახეთ კიდეც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ იტონგის ახალ პროდუქციას, სხვა სპეციფიკაციას და ამ პრეზენტაციის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ასევე საწარმო პრაქტიკაში გამოსცადეს იტონგის აერბლოკის გამორჩეული უპირატესობები. მოდი ყველაფერი დანარჩენისთვის მოვიხმოთ სტუდიაში კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი და კომპანიის ამჟამინდელ ეტაპზე და გეგმებზე სასაუბროთ კვირა დღეს BMG-ს ეწვია გიგა ხვინგია, საქმიანი საზოგადოება კარგად იცნობს კომპანია იტონგის გენერალურ დირექტორს, რომელსაც მე მივესალმები ახლა. მობრძანდით ბატონო გიგა. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გავარჯობა. მობრძანდით. ეს არის თქვენი ადგილი. ალბათ. იტონგის ფონზე. სიახლეები ვნახეთ. სიუჟეტშიც მოვისმინეთ, წყალი მიირთვით. ალბათ. თუმცა მომაკვდა თქვენთან საუბარი მთელი ამ 5 წლის განმავლობაში რაც ისტორია დაიწერა უკვე საქართველოში. ეს არის ფაქტი. ბრენდის, რომელსაც თვითონ საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. რა არის ამ 5 წლის განმავლობაში, რაც მივიღეთ, დავასტაბილურეთ და შეგვიძლია ვთქვა თუ არა რომ ეს დასტაბილურდა მოთხოვნის თვალსაზრისით, რადგან რთული არ დაეთანხმო იტონ კავკასუსის ერთ-ერთ დამფუძნებელს ილია წულაიას, რომ სადღაც იტონგი რო შემოდიოდა, ერთგვარი ფუფუნების ელემენტებიც იყო, ძვირი ინვესტიცია, თვითონ პროდუქციაც. სადა ვართ 5 წლის თავზე, ბატონო, გისმენთ ყურადღებით. სწორად ბრძანეთ, თუ ევროპულ ქვეყნებში 100 წელიწადია არსებობს ეს ბრენდი და ზოგადად პროდუქციაც, რასაც აერბეტონის ბლოკი ქვია, საქართველოში დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო ამაზე ფიქრი, უბრალოდ 2014 წელს დაიწყო ამაზე ფიქრი იმპორტის ჩანაცვლების კუთხით და რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის არქი, ყოემ კვადრატი, BK კონტრაქშენი დაიწყეს იმპორტის შემოტანა და იმპორტის და თვითონ გამოყენება ამ პროდუქციის. შემდეგ ბიზნესმენთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში განახორციელებინათ ინვესტიცია და დაახლოებით 55 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა და 5 წლის წინ დაიწყო პირველი აერბლოკის, ქართული აერბლოკის ჩამოსვლა გერმანული ლიცენზიით და გერმანელების ზედამხედველობით. დღესაც კი მინდა გითხრათ, რომ სამეთვალყურეო საბჭო ყავს, რომელშიც 5 ადამიანი შედის და 2 გერმანელია, მათ შორის ქსელას წარმომადგენელი იტონგის და ყველა ეს პროცედურა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და სტრატეგიული გეგმები, ახალი პროდუქციის გამოშვება თუ ის არის, ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, მათთან ერთად და ასევე ჩვენ გვაქვს დაწესებული კაცრი რეგლამენტი, რომ რაღაც პერიოდულობით უნდა გავაგზავნოთ ჩვენი პროდუქცია იქ თვითონ გვეუბნებიან როდის, რა, რამდენი და ლაბორატორიაში ხდება ამის გადამოწმება და შესაბამისობა თუ ეს ალბათ რამდენჯერმეა. 2-ჯერ 3-ჯერ გააჩნიათ. თუ ახალს გამოუშვებთ რამეს, მაშინ თავისთავად და ამის შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს ლიცენზია შეუძლიათ შეგვიწყვიტონ იმ შემთხვევაში, თუ არ არის ეს არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, როგორც ხდება მაგრამ ეხლა რაც შეეხება თვითონ საქართველოში, თუ ავიღებთ სტატისტიკას, ცნობადობა ძალიან დაბალი იყო თავიდან და დღეს უკვე ბევრად შეგვიძლია მეტი თქო და ამაზე შეიძლება იმსჯელოს ინდივიდუალური ბინაჩვენებლობის დროს შესყიდვებმა, რომელიც თქვათ ევროპულ ქვეყნებში ერთ-ერთი ძირითადი არის, დაახლოებით 40%-მდე არის ამ პროდუქციის მომხმარებელი ინდივიდუალური ბინაჩვენებლობა და ჩვენ შემთხვევაში ეს არცდებოდა 3-4%-ს. დღეს უკვე 8%-ია ზოგიერთ თვეში, ზოგიერთ თვეში 10%-ია. მოთხოვნები გაიზარდა. სასიამოვნოა ის, რომ გაიზარდა მოთხოვნები ისეთ რეგიონებში, სადაც კაცრი კლიმატური პირობებია, ნინოწმინდაში მაგალითად, სადაც მინდა ახლა გითხრათ, ალბათ იტონგის ისტორიაშიც პირველი იქნება ჩვენი იტონ კავკასუსი, რომელიც ააშენებს ზღვის დონიდან 2355 მეტრზე, ეს არის თუშეთში სოფელი დოჭუში აშენდება სასტუმრო სახლი, რომელიც იქნება იტონგის ბლოკის გაკეთებული და ჯერ ეს არცად არ გვითქვამს, ამ დღეებში უკვე დაიწყება ცხენებით უნდა მოხდეს გადააზრდა და თავარი მოტნის იყო რომ ენერგოეფექტურია, თქვათ ვის იყო არის ამის ინიციატორი და მეორე მსუბუქია და ცხენებით გადაადგილება
ამ ბლოკის იქნება. ანუ აზიდოა მთელი სამშენებლო მასალების 800 მეტრი მოუწევთ ცხენებით გადატანა და ანუ ეს იქნება ალბათ ისტორიული, იქნება იგივე იტონგისთვისაც, მსოფლიო ბრენდისთვისაც ესეთი თემა იქნება. რაც შეეხება განვითარებას, რა თქმა უნდა, განვითარდით, დავხვეწეთ პროდუქცია, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩატარდა თავის დროზე, ეს ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა თავის დროზე, მას მოყვა ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტები, ძალიან ბევრი ცდელობები მორგება ქართულ პროდუქციაზე, ქართულ ინგრედიენტებზე, რომელთაც უნდა გაკეთდეს და ნუ საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელთაც შეგვიძლია ნამდვილად შევეჯიბროთ იგივე გერმანულ ქარხნებს და არანაირი სხვაობა არ არის, პირიქით, ბევრი უკეთესი და ეს ჩვენი დამსახურება არ არის, ვისაც ჩვენი ბუნების დამსახურებაა, ქვიშის დამსახურებაა, კვარცული ქვიშის, რომელიც მოიპოვება საქართველოში და ეს უნიკალურია და ის თვისებები, რაც მას გააჩნია, ძალიან მაღალია. ამიტომ ვითარდებით და ვითარდებით. რა იყო ის კიდევ ერთხელ ის უპირატესობები, რასაც ხაზი გაუსვით უკვე შოურუმის გახსნისას პარტნიორებთან, რა გამოყავით, როგორც მნიშვნელოვანი ბატონო? მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ პროდუქციის დახვეწასთან ერთად, რაც ეს პერიოდი მიმდინარეობდა, ჩვენ დავამუშავეთ ისეთი кейსები, რომლებიც მშენებლობისთვის, როგორც თქვენ ბრძანეთ, არა ფუფუნება, არამედ პირიქით ეკონომიკურ შედეგს იზრდება. მაგალითად, თუ 200,000 კუბური მეტრის მოცულობის მშენებლობა ახორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, ეს არის დაახლოებით 14 სართულიანი სტანდარტული корпуსი. ჩვენი გათვლით მარტო რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე და ზოგვა ხდება დაახლოებით 1,100,000 ლარის, 1,100,000 და 1,200,000-მდე. ეს გამოწვეული იმით, რომ ტრადიციული ბლოკი, რომელთაც შენდებოდა და შენდება ჯერჯერობით კიდევ შენობის корпуსები, არის მძიმე. და რკინა-ბეტონის კონსტრუქცია გათვლილია დატვირთვებზე და ამ დატვირთვების ჩვენ ბლოკს აქვს ორჯერ ნაკლები დატვირთვა აქვს და ეს იძლევა დაახლოებით 1,000,000 კილოგრამის შემსუბუქებას იძლევა ერთ корпуსზე რა და რაც იძლევა თავიდან და ამიტომ ის კომპანიები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, თავიდანვე პროექტირებისას ითვალისწინებენ ამას და ისინი სხვებზე წინ არიან უკვე მენეჯმენტში, ეს მშენებლობა მენეჯმენტია ძირითადად და თუ კარგად დათვლიან, ესე გამოდის და თუმცა 14 სართულიანის კვალობაზე ვიღებთ რეალურად 200,000-იანი მოცულობიდან გამომდინარე მილიონი ვიღებთ ზუსტად ეს ჩვენ არ დაგვიტვლია დათვალეს თვითონ კომპანიებმა. ვისაც თანამშრომლობთ, თვითონ დათვალეს და ნუ არის კომპანიები, რომლებიც თქვათ, ამ რკინა-ბეტონის კონსტრუქციის შემსუბუქებას 10%-საც აკეთებენ, არის 8%-ს გააჩნია გეოლოგიას, გააჩნია გუნდსაზარ რაღაც, მაგრამ მინიმალური რაც შეიძლება იყოს 7-8%-ზე გვაქვს ჩვენ ეს დათვლილი. თორე არის კომპანია თბილისში, რომელიც 10%-ზე მეტს აკეთებს ეკონომიას, კი. და საერთო დანახარჯიდან, კი ბატონო. და ამას კიდე ემატება მარტო ეს არ არის რკინა-ბეტონის შემსუბუქება, იდეალური გეომეტრიული ზომები აქვს. შელესვის დროს ჭირდება მინიმალური ლესვითი სამუშაოების შესრულება, ჭირდება თქვა სხვას თუ ჭირდება 2 სანტიმეტრი-ნახევარი, სანტიმეტრი საკმარისია, მაგრამ სანტიმეტრი-ნახევარზე ხდება ამის შელესვა. ეს კიდე უზარმაზარი ის არის, დანარჩენი არ ჭირდება სხვა დამათფუნებელი პერიმეტრზე და არ ჭირდება თქვა 6 ფენა კიდე რაღაც ბადებს დადება და აშემდა. რაც საბოლოო ჯამში კარგი დათვლით და მე ზოგიერთს წინს რომ რატო ჯობია სხვა ბიზნესი ჯობს, იმიტომ რომ კარგად თulis და თუ კარგად დათვლით მშენებლობაში მენეჯმენტი თუ სწორი გაქვს, ამ შემთხვევაში იქნები წინ. კიდევ ერთი თემა, რომელიც იტონ კავკასიის ლიცენზიის ფარგლებში არის მონიჭებული უფლებად, უკავშირდება ექსპორტის შესაძლებლობებს და ეს ლიცენზია ფარავს სომხეთის რესპუბლიკასაც. რა ხდება ამ თვალსაზრისით? მოგახსენებთ, ესე იგი, სომხეთთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ირანში განვითარებული მოვლენების შემდეგ ინტერესი საკმაოდ გაიზარდა. სომხეთი ძირითადად იღებდა უფრო მოკლე გზით ირანიდან პროდუქციას და იაფსას, ბევრად იაფსას და ხარისხიც არ იყო სამწუხაროდ სომხეთში არ არის ის რეგულაციები და მე ხა მიხარია რომ ევროკავშირისგან გამცნაბიჯეს, იმიტომ რომ რეგულაციების შემოვა, იმიტომ რომ რეგულაციების გარეშე ადამიანი ყოველთვის ფიქრობს გააკეთოს იაფი და შემდეგ აღარ უყურებს იმ შედეგებს, რა შედეგები იქნება. ამ სომხეთის
მოვლენების შემდეგ საკმაოდ დიდია დაინტერესება ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ სომხ ბიზნესმენებთან და ვფიქრობთ რომ უახლოეს პერიოდში ალბათ სომხეთის ბაზარის რაღაც საკმაოდ დიდ მოცულობას ავიღებთ ჩავანაცვლებთ ირანულ პროდუქციას რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ შეგვედარებინა მათთვის და გვენახებინა თუ რა არის ჩვენი პროდუქცია და რა არის ის პროდუქცია რომელიც იქ მზადდება აქ მთავარი თემა არის ავტოკლაურს რო ვამბობთ ამას ეს არის გამოცვის ტექნოლოგია რომელიც 6-8 საათი გრძელდება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მაღალი წნევით და ამის გარეშე ეს არის ანუ იმპორტის გარდა არის მცირედი ადგილობრივი წარმოება არის მცირედი წარმოება სომხეთში არა საქართველოში არის ოღონდ არა ავტოკლავირებული რომელიც ეხლა შემოვიდა ტექნიკური რეგლამენტი მოგეხსენებათ არის სამშენებლო მასალების და მასში არის ბლოკი დამატებული ეხლა დაემატა სექტემბრიდან და იმედი გვაქვს რომ მოხდება როგორც საზღვრებზე გაკონტროლება ჩვენ არა ვართ კონკურენციის წინააღმდეგი პირიქით იყოს კონკურენცია ჯანსაღი და ჩვენს განვითარდებით ოღონდ არა უხარისხო და არა ისეთი რომელიც თქვა დოკუმენტალურად სხვა წერია და რეალურად სხვა შემოდის და მე უკვე ეს ყველაფერი ფასში და დემპინგში არის რა თქმა უნდა დემპინგში და შემდეგ მე ამას მომხმარებელი თვითონ ეს პროდუქცია კარგავს თავის ავტორიტეტს ამის გამო კარგი, ჩვენი საუბრის ბოლოს ისაც კვირა დღეს შეგვეწუხეთ. რა გეგმებით ხართ წარმოდგენილი კომპანიაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში 5 წლიანი პერიოდი ჩახურულია შემდეგ რას ველით ბატონო? ესე იგი თუ თავიდან როგორ დავიწყეთ თუ 2, 3 და 4 კომპანია იყო ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი დღეს უკვე ამ წუთას მოქმედი პროექტებიდან დაახლოებით გვაქვს 28 კომპანია. ჩვენი მიზანია რომ 40 კომპანიაზე გავავიდეთ და სტაბილური მოწოდება. დიახ, ეს კომპანიები ზოგი იწყებს, ზოგი ამთავრებს, მაგრამ ვისაც ვაწვდით არის ასეთი. ჩვენ ჯერ არ ვართ გასული გაყიდვებით იმ ჩვენს ზღვარზე, რაც გვინდა რომ იყოს. ამის გარდა ინვესტორებმა თავიდანვე იფიქრეს და ჩამოტანილია მოწყობილობებიც, რომლებიც თქვა გაფართოების საშუალებას მოგვცემს. წინწრებად არის ეს? წინწრებად გვაქვს რაღაც ძირითადი ნაწილები რაც ჭირდება და გაფართოების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ წლის ბოლოსთვის უკვე მხოლოდ შეკვეთებზე შევძლებთ ამზადებას, იმიტომ რომ უკვე იმდენი პროექტი იწყება ჩვენ და რომელთანაც უკვე გვაქვს მოლაპარაკება, ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ მაგალითად ტრამპ ტაუერი იქნება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კომპანია იქნება მისი პარტნიორი იგრ ჰილსი იმარი და იგრ ჰილსის პროექტი. რა თქმა უნდა, მასთან უკვე გვაქვს მოლაპარაკებები დაწყებული და გვაქვს წინასწარი თქვათ რაღაც მონახაზები რომ თქვათ ჩვენი დოკუმენტაციას ვაწვით და ამ შემთხვევაში ძირითადი პროდუქცია ეს იქნება. ამის გარდა თქვენ იცით რომ გქონდა საუბარი დეკორი გაკეთა რომელიც ფრანგული იტონგის ლიცენზია გადმოვიღეთ გავაკეთებ და ძალიან დიდი ინტერესი არის, მაგრამ ყველაფერს ახალს უნდა რაღაც გარკვეული დრო, გატესტვა, ნახვა და ამის მერე იქნება. ამის გარდა კიდე გავაკეთეთ თქვათ შემავსებლები, როგორც ჩვენ უწოდებთ, ეს არის მოჭიმული ატაკის ქვემოთ დასაყრელად ჩვენ იგივე პროდუქციას ვიყენებთ და ფქვილს და ეს არის სამჯერ უფრო მსუბუქი ვიდრე არსებული პემზა მაგალითად რასაც ვიყენებთ ან ქვიშა ატაკის ქვემოთ და ზემოთ სახურავის თბოიზოლაციისთვის და ესეთი ეხლა ვამუშავებთ გამოუშვით და წარმოადგინეთ უკვე ეს არის 10 სანტიმეტრიანი დამათბობელი აი როგორც მაგალითად XPS-ი ქვაბამბა და ეს რო არის იტონგის რომელიც არის უმსუბუქესი და რომელიც თქვათ შავ ბეტონზე, შავ ბლოკზე, ამ ბეტონზე ხდება მისი დამაგრება. ეხლა მუშაობთ ზომის დაბატარებაზე, იმიტომ რომ ბაზარზე 5 სანტიმეტრიანის მოთხოვნა არის და ალბათ მაგასაც 2-3 თვეში ჩვენ შევძლებთ, რომ ვექნება ახალი უნიკალური პროდუქცია სხვათა შორის. მან უკვე ლიცენზია მხოლოდ თურქეთს აქვს და გერმანიას და მაგ ლიცენზიასაც ალბათ ავიღებ და უკვე შუა აზიასაც და არაბეთის ქვეყნებსაც და იმას მთლიანად ლიცენზიის მოგცემენ რომ მთლიანად დავფაროთ ექსპორტზე ეს პროდუქცია სადაც ამის მოთხოვნა არის და დიდი მოთხოვნა არის ამ პროდუქციის. იმიტომაც იყო შორშეტელური დამატებითი სიმძლავრეების წინსწრება ჩემოტანა. ნამდვილად, იმიტომ რომ ქართულ ბაზარზე ჯერ არ ვართ იმ პროცენტულად ჩვენი თავარი კონკურენტი ასე ვთქვათ არის ტრადიციული ბეტონის ბლოკი.
ნუ ჯერ პროპორციები ძალიან განსხვავებულია თქვენ რეალურად ხედავთ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის განვითარებასთან და პოპულარიზაციასთან ერთად და ბიზნესმენები პირველ რიგში მიხვდებიან საერთაშორისო პროექტების შემოსვლა ძალიან დააჩქარებს. რა თქმა უნდა, მე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებები მინდა უსურვო იტონ კავკასუს გიგახვინგია, იტონ კავკასუსის გენერალური დირექტორი, მე მას მადლობას ვუხდი მობრძანებისთვის. იტონ კავკასუსის გუნდს უსურვებ წარმატებებს და ბევრ დამკვეთს. ეს კი პირდაპირ კავშირშია საქართველოში ხარისხიანი ენერგოეფექტური მშენებლობასთან, ენერგოეფექტური მშენებლობის დაფასებასთან და რაც მთავარია, ამას როგორც ეკონომისტი ვამბობ, დამატებითი ღირებულების შექმნის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი ეკონომიკის წიაღშივე იქნება.